და მოდი მე დავანოცებ ახლა ჩვენს პირველ თემას, ძალიან მნიშვნელოვან თემას. საოცარი, ძალიან გამეხარდა ეს თემა. ძალიან, იმიტომ რომ ფანტასტიკური სტუმარი ყავს. ჩვენ ვისაუბრებთ ქალის ჯანმრთელობაზე და უფრო კონკრეტულად ჰორმონალური ფონის გავლენაზე, სხვადასხვა ეტაპებზე როგორ გამოვლინდება, რა გავლენა აქვს მას ჩვენს კანზე, ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ სხეულზე და გვეყოლება სტუმრად შესანიშნავი სტუმარი, მეტი უკეთესი უკვე აღარ ვიცი, საუკეთესო პროფესიონალი თავისი საქმის, ქალბატონი მადონა ჯუღელი, რომელიც ასევე ჩემი ექიმია და ძალიან მიყვარს ის, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ახლა შემოგვიერთდება და მასთან ერთად უკვე დეტალურად ვისაუბრებთ ამ ყოველფერზე. მე მგონი ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სისტემაზე, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენ ცხოვრების ხარისხზე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვიხარია სიტყვები არ ყოფნის რომ აღვნიშნოთ მართლაც ამ თემაზე აი თქვენ უკეთესზე ალბათ ვერც ვიოცნებებდით რომ გვესაუბრა ეს მართლაც ვთვლით რომ ქალის ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა რომელიც უნდა კარგად ვიცოდეთ და ვიაზრებდეთ ეტაპებს. მოდით დავიწყოთ იმით რომ ქალის ცხოვრებაში ჰორმონები სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად იცვლება. საინტერესოა როდის იწყება ეს ცვლილებები და რა გავლენა აქვს ქალის ორგანიზმზე. კეთილი. დავიწყოთ პუბერტატული ასაკიდან. როდესაც ქალი ფაქტობრივად შედგება, უკვე მისი რეპროდუქციული გზა იწყება, ეს არის პუბერტატი და აქ შემოდის ის ცნება, როგორც არის სასქესო ჰორმონების მობილიზება და მოქმედება იმ ორგანოებზე, რომელიც პასუხისმგებელია მომავალ მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. პუბერტატი. ეს არის ფაქტობრივად პირველი ეტაპი. შემდგომში მოდის უკვე რეპროდუქციული ასაკი, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია ეს გზა, რეპროდუქციული გზა, სადაც განიხილება როგორც ცენტრალური ნერვული სისტემა, ჰიპოთალამო, ჰიპოფიზის საკვერცხე და ეს ურთიერთობა ძალიან ბალანსირებულია იმისთვის, რომ ქალმა მოახდინოს თავისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეალიზაცია, გააჩინოს შვილი და ასე შემდეგ. ასევე საკმაოდ საინტერესოა ურსულობის პერიოდი, მშობიარობა, მერე უკვე ლაქტაცია და მერე მოდის უკვე კიდევ შემდგომი გზა, პერიმენოპაუზა. როდესაც ქალი გადადის იმ პერიოდში, როცა მისი რეპროდუქციული გზა მცირდება, საკვერცხების ფუნქცია მეტნაკლებად მცირდება და შემოდის უკვე პერიოდი მენოპაუზა. მენოპაუზა ფაქტობრივად გრძელდება 1 წელი, 1+1 და შემდგომში მოდის უკვე პოსტმენოპაუზა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი აქ? ზეგავლენას ახდენს სასქესო ჰორმონები, ესტროგენები, მასთან ერთად ანდროგენები, პროგესტერონი და რა თქმა უნდა მთელი ენდოკრინული სისტემა ჩართულია, რომ ესენი ურთიერთკავშირში იყვნენ ისე, რომ დაბალანსდეს მათი ურთიერთობა. სამწუხაროდ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი რა არის ბალანსი. ბალანსი, როდესაც ჩვენთან რაღაცა განსაკუთრებული, ეს იქნება სტრესი, ეს იქნება კვება, ეს იქნება გავლენები, სოციალური გავლენები ახდენენ იმას, რომ ჩვენ ის ბალანსი ირღვევა. ეს იქნება რეპროდუქცია, პუბერტატი, ეს იქნება მენოპაუზა. მინდა მოკლედ შევეხო პერიმენოპაუზას. ეს არ არის ის პერიოდი, სადაც ქალმა უნდა ძალიან განიცადოს, რომ ის კარგავს საკვერცხების ფუნქციას, იმიტომ რომ ეს ფიზიოლოგიურია, მაგრამ აქ დახმარება შესაძლებელია. და თუ ჩვენ დროულად ჩავერთვებით ამ დახმარებაში, აი ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ თუ რაღაცა გვაკლია, ჩვენ ხო ვივსებთ მაგნიობს, თუთიას და რატო არ შეიძლება რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რომელიც ქალი განიცდის პერიმენოპაუზალურ პერიოდში. და ეს ყველაფერი ეს აქმადია და ორგანიზმი აღიქვავს ამ დისბალანსს. ამაზე მაინც დავბრუნდებით. ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იცით რა მაინტერესებს? როგორია სისტემა? აი რანაირია ის სისტემა, რომელიც ჰორმონალურ, ასე ვთქვათ, ბალანსს და სტრუქტურას ქმნის ქალის ორგანიზმში? ანუ სისტემა, რომელიც მოიაზრება და თქვი ეს არის ღერძი, სადაც ჩართულია ტვინი, ანუ ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, ფარისები, თიკმაზე და ჭირყვალი, საკვერცხე და ეს ყველაფერი არის ცირკულაზე. და ერთ-ერთი თქვენ დღეს როგორც ვიცით, ძალიან საინტერესო თემა იქნება კანი. ეს არის ასევე ერთი განსხვავებული, განსაკუთრებული, ძალიან ესეთი ფართო, დიდი მოცულობის ენდოკრინული ორგანო, რომელშიც ასევე ხდება სინთეზირება, ბიოტრანსფორმაცია ჰორმონების და იგივე
ინფორმაციას აღიქვავს. აღიქვავს როგორ ცხოვრობთ, რა დისბალანსი მაქვს, როგორ არის ზუსტად თქვენი ნათქვამით რომ ეს სისტემა, ანუ ეს რეპროდუქციული რგოლი როგორ მუშაობს და თუ იქ რამე დეფიციტია, ან თუმცა რაღაცა გარდამავალი პერიოდია, კანი ყველაფერს აღიქვავს, რა თქმა უნდა. პირველი ნიშნები ფაქტობრივად განზე მოდის ხოლმე. აი დარღვევა როცა ხდება ჰორმონალური. პირველი გამოვლინებები რა შეიძლება იყოს? აი სანამ რეპროდუქციულზე გადავალთ იქამდე რომ აი ხო საუბრობთ ხო ბაჭი? არა, ზოგადად. იცით როგორ არის რომ ფაქტობრივად შეიძლება დარღვევაც არ იყოს. აქ ფაქტობრივად არის რომ მანამდე ყალიბდება ეს სტრუქტურა, მანამდე ჩამოყალიბდება რომ ეს ბალანსი ესტროგენის, პროგესტერონის შეიძლება იყოს შეფარდებითი მომატებული მაგათ ანდროგენები, რომელიც პირდაპირ პროპორციულია კანის სტრუქტურაზე. კანი ფაქტობრივად აღიქვავს. ეს არის ისეთი ანდროგენი ვახსნათ, ეს არის მამაკაცის ჰორმონი. მამაკაცის ჰორმონი ქალში არის. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი წყარო, ერთ-ერთი წყარო, რომელიც ესტროგენი წარმოიშვება. და როდესაც ეს ჯერჯერობით არ არის დაბალანსირებული, მაშინ ეს გავლენა ანდროგენების აი ამ ცხიმოვან ჯირკვლებზე მეტია და თუ ეს მეტია და იქ უკვე ყალიბდება შესაბამისად იქ ანთებითი პროცესი, იწყება ესეთი ჰორმონი დამოკიდებული აკნე, რომელიც ძალიან ესეთი შემაწუხებელია ახალგაზრდა გოგონებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებში. ეს ყოველთვის მუსირებს ეს თემა. შეიძლება რომ იყოს აკნე მაგათად შემდგომში პერიმენოპაუზაში დიახაც, იმიტომ იქ ესტროგენის დეფიციტი მოდის, მეტნაკლებად და შეფარდებით ანდროგენი იწევს ზემოთ, ანუ მამაკაცის ჰორმონი გავლენას ახდენს საკუთარ სტრუქტურაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. მამაკაცის ჰორმონის გარეშე ქალის ესტროგენი არ აი ეს ჭარბთმიანობაც ამისგან არის. ჭარბთმიანობა. თვითონ ჭარბთმიანობას ხო ფაქტობრივად რა მოსდევს, რა აქვს მიზეზი, სხვადასხვა მიზეზებია. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორები, კონსტიტუციური, ჩვენ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი გოგონა მეუბნება თმიანობა მაქვს, რა არის თმიანობა? მომატებული შეიძლება ესეთი სხვასთან მაგათად სლავებთან იქ სხვა ფერია კანის და თუნდაც პიგმენტი გოგონებში სხვა ჩვენთან კავკასიურ ერას სხვა ისაა და აქედან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს მომატება არსებობს შკალა რომელთაც შეგიძლია შეაფასო ექიმა არის თუ არა რეალურად ეს ჰირსუტიზმი ანუ მომატებული ჭარბთმიანი და ასევე არეებიც ხო არის რომელიც წესით არ უნდა იყოს თმიანი ხო აი რაღაცა ადგილები რომელიც წესით თმიანი არის კაცის ის სადაც მამაკაცმა გამოხატული მუცლისწინა ხაზი და თუნდაც ბაძაყის არეთ ბეჭები სადაც არ უნდა იყოს და ეს ყველაფერი როდესაც კრიბავ ამას ხო აკეთებ ამის დიფერენციაციას რეალურად არის ეს ჰირსუტიზმი თუ არ არის ჰირსუტიზმი თუ ეს მისი კონსტიტუციური თვისებაა და მას არ ჭირდება ან გენეტიკური მიდრეკილება ну да ხო შეხედავ მამამისი შავთმიანი ესეთი წარბთმიანი და ასევე ქალბატონსაც დედასაც ხა ბავშვი რატო უნდა იყოს თქვენსავით ლიზი თეთრი კუნქულა კუნქულას არ არის საჭირო რომ იყოს თმას ეშველება და სიფუმფულეს ვერ უშველე ვერაფერი არა კუნქულა კუნქულა no არა სიფუმფულე ეს თავისებური თემა ამასაც სხვა ის აღმოჩნდა სხვათა შორის აი ეხლა მინდა რომ გკითხოთ ჰორმონალური ბალანსი და ნივთიერებათა ცვლა რამდენადაც ვიცი არის ძალიან დაკავშირებული ერთმანეთთან აი როგორია ეს კავშირი და რა არის მიზეზიც და შედეგიც თუ შეიძლება რომ ამაზეც ორი სიტყვით ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა აქვს ზოგიერთებისთვის არა ნამდვილად არა ვერ დაგეთანხმებით მე შემიძლია ვთქვა რომ მე ყოველთვის აღთვალებული ვარ ლიზი თქვენით იმიტომ რომ თქვენ კომპლიმენტები დავიგებთ იმდენი ვილაპარაკე რომ იმდენ ქალურობას და ქალურობა ზუსტად ეს არის ქალურობა არის ესტროგენი ეს არის შინაგანი მენტალური ჯანმრთელობა ემოცია და ეს არ არის მარტო გარემოში რაღაცა შეთვისებადი ან რაღაც ჩარჩოში ჩამჯდარი ქალის ფორმები ეს სხვა თემა, მენტალური ჯანმრთელობა კიდევ სხვა თემაა. რაც შეეხება ნივთიერებათა ცვლა, ნივთიერებათა ცვლა ფაქტობრივად მეტაბოლიზმის დარღვევაზეა ლაპარაკი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, როდესაც ირღვევა ჰორმონალური ბალანსი. მაგალითად, ლაპარაკობთ ცხიმიან მომატებულ ცხიმს მუცლის არეში, ანუ ეს არის აბდომინალური სიმსუქნე. აქ უკვე განიხილება, რომ თემა არის აქ დისჰორმონალური. იმიტომ აქ მოდის აქტიურდება ინსულინი, ესეთი ჰორმონი, რომელიც პროვოცირებს და დრგუნავს ფაქტობრივად სინთეზს საკვერცხებში და გადასვლას ანდროგენის ესტროგენში, ასევე მკვეთრად მცირდება სექს
შემაკავშირებელი გლობულინი ღვიძლში და შესაბამისად ანდროგენების რაოდენობა მატულობს. აი, აქაც ირღვევა ეს პროპორციები. აი, ასევე ალბათ მე მგონი ჭიყვის. რა თქმა უნდა, ფარისებრი ჰორმონი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თერმორეგულაციაში, ნივთიერებადაცვლაში, როდესაც აქ ფაქტობრივად ქალბატონს აქ დეფიციტი ან პირიქით მომატება, შესაბამისად იქაც მეტაბოლიზმია. ყველა ხშირად აი ესეთ ერთმანეთთან კავშირშია, როგორც არის მაგათ ინსულინორეზისტენტობა, ჰიპოთირიოზი და აი ეს ყოველივე ამით გამოვლინდება ჰორმონალურ დარღვევებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვახსენეთ, რომ ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ჰორმონებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. უფრო კარგად რომ ჩავშალოთ ეს თემა და რომ ვთქვათ, აი რა გავლენა შეიძლება ჰორმონების ცვლილებამ მოახდინოს ქალის მენტალურ ჯანმრთელობაზე. კეთილი. კიდევ ახსენებ ევას ჰორმონს, ანუ ესტროგენს. როდესაც ესტროგენის დეფიციტი არის ქალის სამწუხაროდ, იქ იწყება ასეთი ნივთიერებების თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების დისრეგულაცია, ერთმანეთთან კავშირის დაკარგვა. აი აქ ხდება ხოლმე ეს შემოსვლა ამ ფორმატში, როდესაც არის დეპრესიულობა, შფოთვა. აი ესტროგენს ძალიან უნიკალური ჰორმონია. და ამ დეფიციტს განიცდის ქალი მაგალითად პერიმენოპაუზაში და მენოპაუზალურ პერიოდში. ასევე არა მარტო ქალი პერიმენოპაუზაში, აი ხშირად ვამბობ ხოლმე რა არის პრემენსტრუალური პერიოდი. აქაც ესტროგენი და როცა ქალი არ ვერ დაუსრულდა, ორგანიზმი რას აკეთებს, რომ ის მეორე ციკლში გადავიდეს და ციკლში როგორ უნდა გადავიდეს, თუ ესტროგენი და პროგესტერონი არ ჩამოვარდა, ჩამვარდა, დავარდა და ქალის ორგანიზმი და ტვინი აღიქვავს ამას უარყოფითად და იწყება შფოთვა, იწყება დეპრესიულობა, აღქმა და სადაც მოდის ჯერ პრემენსტრუალური სიმპტომატიკა და მე პრემენსტრუალური შფოთვა და პრემენსტრუალური სინდრომი და დისფორიული სინდრომში გადავდივარ თუ დროზე არ მიხედე. აქედან გამომდინარე ესტროგენს აქვს უნიკალური როლი, რომ ჩემი ტვინში ჩემი სეროტონინი, დოფამინი ეს ურთიერთკავშირში იყვნენ, დამიბალანსონ ეს თემა და შესაბამისად აღქმა სამყაროში მქონდეს კარგი და ჩემი მენტალური ჯანმრთელობაც იყოს შესაბამისი ამისა. მაგრამ ანდროგენსაც აქვს უდიდესი როლი ამაში. ეს არ არის მარტო ესეთი ცალსახად მამაკაცის ჰორმონი. ამის დეფიციტსაც მკვეთრად აღიქვას ტვინი და შესაბამისად იმის გარდა რომ ქალის მენტალური დისფორია, შინაგანი, აქ უკვე კიდევ და კიდევ აი ახსეთ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია სექსუალური დისფუნქციებიც მოდის ამაზე. ჩვენ ვიცით, რომ პრემენსტრუალური სინდრომი არის ქალის ცხოვრების ნაწილი, თუმცა რამდენად შესაძლებელია ჩარევა, როდესაც ეს რაღაცა ძალიან მძიმე ფორმებში მიდის? აუცილებელია ჩარევა. იმიტომ რომ როდესაც რა შემთხვევაში, აი ეს კლინიკა რომ მოგვიყვეთ, აი როდის უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება რა შემთხვევაში? როდესაც სიმპტომებია, უბრალოდ ხასიათი გამეფუჭდა, იქ რაღაცა სამსახურში წასვლა არ მინდა, ან თუნდაც რაღაცა მეტი კბილის მოთხოვნილება განიჩნდა. მადაც იმატებს, რა თქმა უნდა, ანუ იქ კიდევ და კიდევ ტვინზეა ლაპარაკი, ანუ ტვინის სტრუქტურები აღქმადია აი ამ ესტროგენის დეფიციტში და ასევე პროგესტერონის, ასევე არა პროგესტერონის საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ამაში. და აი აქ სიმპტომები არა უშავს, უნდა უთხრა ივარჯიშე, ზომიერად, რა თქმა უნდა, იქ იკვებეს სწორად, იქ ნაკლებად მარილიანი მირთვი, იქ ცოტა მეტი დაძინების როლს, ანუ ძილის როლს. მაგრამ როცა უკვე გადავდივართ პრემენსტრუალურ სინდრომში, აქ უკვე ეს არის უკვე 1 კვირით ადრე, 10 დღით ადრე მოდის ეს სიმპტომი, ამ უკვე მოდის როგორც ფიზიკური დეფინიციები, სხვადასხვა, მაგალითად აი ტკივილი სახრებში, არეში თავის ტკივილი, კუნთები აღარ მემორჩილება, ფიზიკური, მენტალური, თუნდაც ხასიათი, დეპრესიულობა არ მინდა, არც შვილი, არც ქმარი, აქ უკვე ჩასარევია, აქ უკვე სინდრომია და ეს არ არის სიმპტომები. ეს უნდა ანტიდეპრესანტების ჩარევას გულისხმობთ თუ ჰორმონალური დახმარება, ესეც ძალიან საოცარი კითხვალიზე, აი ფანტასტიკური ბოლო პერიოდში ზუსტად რა არის გაიდლაინი, რითი უნდა ვმართოთ. გამომდინარე რა მოქმედებს, რა არის აქ, რა თქმა უნდა გამოვრიცხოთ სხვა ბაზალური პრობლემები, შეიძლება უბრალოდ პრემენსტრუალური პერიოდი გამწვავდა, იმიტომ რომ გალბატონს აქვს ჰიპოთირეოზი. და ჰიპოთირეოზს რომ მოაწესრიგებ, ლაგდება ეს ყველაფერი. ანუ უნდა გამორიცხო მთავარი ბაზისური პრობლემები და მაგრამ თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ უნდა ჩაერიო და ზუსტად დღევანდელ დღეს გაიდლაინებში ერთ-ერთი მოცემულობა არის ეს ანტიდეპრესანტი ციკლურ რეჟიმში. თუმცა ეს არის კიდევ და კიდევ ერთად უნდა მოახდეს ნევროლოგმა და
და გინეკოლოგმა შეფასება ჭირდება ამას ეს ანტიდეპრესანტი. თუ უბრალოდ სხვა გზითაც შეიძლება ვმართოთ. თუნდაც მაგალითად ეს ხო არ არის ჰორმონის ესეთი თემა, რომ აი ამას აკლია ეს ჰორმონი და უნდა მივცეთ. არა, ეს იყო ძველად ასეთი თემა. ეს ფლუქტუაცია აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჰორმონალური დახმარება არის თუ არა საჭირო? როდესაც ჩვენ გვაქვს ორი გზა. ერთი როგორც თქვენ ბრძანეთ, აი მაგალითად SSRI ინჰიბიტორები, ნევროლოგთან შეთანხმებით, ასევე არის რომ თუ ამას ძალიან უჭირს ქალბატონს, შესაძლებელია უბრალოდ ოვულაცია გათიშო. და ოვულაცია როცა ქალს მას აქვს პრედმენსტრუალური სინდრომი, ანუ რა ხდება ოვულაცია რას ნიშნავს? ანუ ფოლიკული გაიზარდა, გასკდა შესაბამისად მოემზადა ორსულობისთვის და ორსულობა არ დადგა და ჩამოვარდა ეს ყველაფერი, ანუ ესტროგენი, პროგესტერონი, მაგრამ შენ ოვულაციას გათიშავ, ფაქტობრივად თუნდაც ორალური კონტრაცეპტივით, შენ იბალანსდება ეს თემა და უფრო მშვიდდება. აბსოლუტურად ეს ფლუქტუაცია აღარ ჩადის, აღარ გამოდის, აღარ გადის, არ გამოდის და ჩვეულებრივად აქვს მენსტრუაციის მსგავსი რეაქცია და ეს უკვე მისი ციკლი არ არის. ეს არის ჩემი გაგზავნილი, ჩემი დირიჟორობით, თუმცა შესაბამისად, თუ ეს დაავადება ყველანაირად უნდა მოერგო იმ ადამიანს, რომელიც მას რა ჭირდება. აი ვიტამინების მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენ მე მახსოვს დამინიშნეთ რაღაც ვიტამინი, რომელიც აბსოლუტურად მომიხსნა ზუსტად აი ეს სიმპტომატიკა, რომელიც ძალიან მაწუხებდა ხოლმე. და ასევე როგორც იგივე პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობაში, ასევე რეპროდუქციულ დროს რამ პერიოდში რამდენად მნიშვნელოვანია. კეთილი უდიდესი, რა თქმა უნდა, როდესაც მაგალითად მოდის პაციენტი, სადაც არის დეფიციტი, ნუტრიციული დეფიციტი, ეს იქნება არა მარტო ცილის დეფიციტი, არამედ ვიტამინების დეფიციტი, მაგნიუმის დეფიციტი, თუთიას დეფიციტი. თუ ამას არ შეავსებ, ის სასქესო ჰორმონი ვერ სინთეზირდება. ეს ხო როგორც საშენი მასალაა და ჰორმონი არის ზუსტად ის, სადაც შედის ცილაც, ცხიმიც და მინერალები და ვიტამინები და ამ დეფიციტის ფონზე შენ გაქვს დეფიციტი ყველგან. შეიძლება ჰორმონალური ანალიზი გააკეთო, ეგ არაფერი არ ქონდეს, პრობლემა არ იყოს, მაგრამ მას ეს აწუხებს და აღმოაჩენ, რომ იქ არის მაგნიუმის მკვეთრი დეფიციტი, ან არის კალციუმის დეფიციტი, თუთია სადღაც, ბეჯგუფის ვიტამინების დეფიციტია, რომელიც შეიძლება დიდი კვლევებით უცებ ვერ მოახდინო, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს ციკლები, რითაც ჩვენ შეგვიძლია როგორც ახლა ბიოქიმიას რომ ისწავლი, იქ ხვდები, რომ რა ციკლში რა არის მნიშვნელოვანი და ბეჯგუფის ვიტამინებს აქვს უდიდესი როლი, რომელსაც ყოველდღიურ სტრესის ფონზე ჩვენ ფაქტობრივად დეფიციტში ვართ. და ბეჯგუფს ვამატებთ, თუ არის დეფიციტი მაგნიუმის ვამატებთ, კალციუმს, დ-ვიტამინი როგორც წესი. ამინომჟავებს, დ-ვიტამინს და ეს უკვე კიდე ძალიან თემაა, დიახ, რომელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონი დაერქვა. და თუ აი ამ მეტაბოლიზმში, აი ეს მინერალების და ვიტამინების დეფიციტია, მეტაბოლიზმი დანგრეულია. ძალიან მოსასვლელი ვარ მოკლედ მე თქვენთან. ესე იგი მე მოვალ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და კიდევ ერთი რამ, აი ამ ციკლურობაზე ვისაუბრეთ. პუბერტატი პირველი, მერე რეპროდუქციული პერიოდი, მერე პრედ და ასე შემდეგ. რაღაცა ამ ყველაფერმა მე მგონი რამდენს უძლებს ხალი? ხო. ზუსტად. ამ ყველაფერმა მე მგონი რაღაცა იცვალა დრო, პერიოდი, ძალიან გაახალგაზრდა პირველი პერიოდიც მეორეც. აი ჩვენს ტელემაყურებელს რო უთხრათ, ეხა ბევრი მშობელი გვიყურებს, დარწმუნებული ვარ, აი როგორ უნდა მოამზადონ ბავშვები, როგორია ეს, მე როგორც ვიცი, გაახალგაზრდა ძალიან აი ეს პუბერტატული პერიოდი და აი ამ მოკლედ რომ აი ამ პერიოდებზე გითხრათ ორი სიტყვით რომ ბავშვებიც და ქალბატონებიც როგორ უნდა მოემზადოთ ამისთვის. პირველი დედას მნიშვნელოვანი როლი აქვს მამას და დედას ბავშვის კვებაში და კვება ცალსახად მნიშვნელოვანი თემაა იმაში რომ როგორ ყალიბდება პუბერტატული ასაკი. იქ მარტივი ნახშირწყლებზე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე რომ წონის დეფიციტიც არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს მატება წონის. შესაბამისად პუბერტატიც ყალიბდება ნორმალურ პირობებში. რა თქმა უნდა ბავშვს არ უნდა ქონდეს გადატვირთული რეჟიმი. რას ნიშნავს? უნდა დაიძინოს ადრე. და დაძინების ძილის როლი უმნიშვნელოვანესია რომ ჩამოყალიბდეს მისი ეს რეპროდუქციული რგოლი. რა თქმა უნდა სპორტიც არ უნდა იყოს გადამეტებული. აქ როგორც ვლაპარაკობთ, აი პროფესიულ სპორტს აქ დიდი მინუსი ბოდიში, როგორც რეპროდუქტოლოგი, იმიტომ რომ გადატვირთული ვარჯიშები იწვევს მაგალითად ფუნქციონალურ ჰიპოთალამურ ამენორეას, ანუ ხალი გადადის ამენორეაში, მას ფაქტობრივად მისი საკვერცხე აღარ მუშაობს, იმიტომ რომ გადამეტებულმა ფიზიკურმა ვარჯიშმა
ფაქტობრივად ტვინის რეგულირება საკვერცხესთან გათიშა. ამას ქვია ჰიპოთალამური ამენორია. ზედმეტი ფიზიკური ვარჯიში. ასე რომ კვება რეჟიმი, დასვენება და ძილი ძილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადამეტებული ვარჯიში, რომელიც დღევანდელ დღეს შესაძლებელი არა მარტო პუბერტატულ პერიოდში იყოს, არამედ დღევანდელ დღეს, როგორც body shame-ის თემაზეც ვლაპარაკობდით, რომ მრცხვენია თავისი ფიგურის, თავის და ზედმეტად ვარჯიშობენ, ეს ზედმეტი ვარჯიში გამოიხატება იმის, რომ ფიზიკდია, რა თქმა უნდა, ნუტრიციულ დეფიციტზეა ლაპარაკი, მივდივართ იქამდე, რომ სტრესია და სტრესი თემა, როგორც არის ფიზიკური, ნუტრიციული დეფიციტი, თუნდაც მარტო სტრესი იწევს რომ საკვერცხე ეუბნება რომ მე აღარ შემილია მე ვეღარ ვურთიერთობ და იწყება ის რომ აბსოლუტურად არაფერი არ არის ჰორმონალურად ძალიანაც რომ ერთ-ერთი რომ თუ აიღებ მაგათ რაღაცა ჰორმონებს ეს არის ჰიპოფიზის ჰორმონი ხედავ რომ ისინი ქვედა ზღვარზია აი როგორც პრეპუბერტატის დროს გვაქვს ხოლმე და პრეპუბერტატის დროს რო გვაქვს ზღვარი არ შეიძლება რომ კონდეს ეს 16 და 18 და თუნდაც 30 წლის გოგონას ასე რომ ეს არის კიდევ პატარა ჩემი რეკომენდაცია როგორ უნდა მოახდინოთ ბალანსი როგორც ყოველთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის შესანიშნავი სტუმარი ყავდა თალბატონი მადონა ჯუღელი